გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველასა, შემოგთავაზებთ ერთ პატარა გაშლას. ამჟამად გაშლა არ მინდა დავასათაურო. გაშლა იქნება ორ ვარიანტად და საითაც რა იმართულებითაც წამიყვანს თვითონ გაშლა, იმის და მიხედვით გავუკეთებ შემდეგ სათაურს. რაღაცა თუ ასეთი სურვილი მომივიდა. და ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემს არხს ყავს ძალიან ბევრი მაყურებელი, ამ ბოლოს მით უმეტეს, მაგრამ ლაიქი ძალიან ცოტა. და მინდა გთხოვოთ მაყურებლებს, ვინც უყურებთ და ფიქრობთ, რომ რეზონირდება ეს გაშლა თქვენზე, გთხოვთ დაალაიქოთ. და მათ, ვინც ალაიქებთ, ვინც აკომენტარებთ, ყველას უღრმესი მადლობა. აქ ფიქსირდება გაცვლა გამოცვლის ენერგიები და მაშინ, როდესაც თვლით, რომ ეს გაშლა თქვენთვის არის და რაღაცაში წაგადგათ, თუ არ დაალაიქებთ, ნაკლებად რეზონირდება თქვენზე და ნაკლები შანსია აღთენისა და რეალობის. ძალიან თოთ დაალაიქოთ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც თვლით, რომ გაშლა თქვენთვისაა და რეზონირდა თქვენზე. და თუ თვლით, რომ არ რეზონირდა თქვენზე, მაშინ შეგიძლია ნებისმიერ დროს გაგწყვიტოთ ყურება, ძვირფასო მეგობრებო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ვინც აკომენტარებს და ვინც ალაიქებს, ყველას უღრმესი მადლობა. ესენი ეხმარებიან არხს განვითარებაში. თორემ პირადად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ არხს სჭირდება განვითარება. მე ლაიქების თანახმად შემოგთავაზებთ მეტ გაშლას. ახლა კი დავიწყებ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტიც ხარ გავაკეთე. გავაკეთე მესამე ვარიანტიც. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ჩანს ყველა? არ ჩანს, რატო არ ჩანს ვიღა? შევეცდები კიდე. ფიქრობ ჩანს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ თქვენთვის სასურველი ციფრი პირველი, მეორე, მესამე. ან რომელი კარტიც მეტად მიგიცნოთ, შესაძლებელია სწორედ იქ იყოს თქვენთვის სასურველი ინფორმაცია. მე კი ვიწყებ პირველი ვარიანტით. და პირველად მინდა შეგახო ენერგიებს. მათ ვინც ჩაიფიქრა პირველი ვარიანტი, რა ენერგიებში იმყოფება ახლა. და ადამიანი ძალიან ბევრს მუშაობს, შესაძლებელია ითქვას, მუშაობს დღე და ღამე. და უნდა გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, ენერგიებს, რათა ტყუილა არ დაიკარგოს თქვენი ნაშრომი. მიექციეთ საკუთარ თავს ყურადღება და ჯანმრთელობას. და დავიწყოთ. და აქ ისევ და ისევ საბუთები. ჩემთან ძალიან ხშირად ფიქსირდება საბუთები. პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა, სწორედ ახლა ხართ სიტუაციის გადაჭრის მომენტში. არსებული პრობლემის თუ საქმის, არ ვიცი ვისთან საქმე, ვისთან პრობლემა, არსებული პრობლემის და არსებული საქმის გადაწყვეტის პროცესში ხართ მეგობრებო. შესაძლებელია ითქვას, უკვე ფეხი გაქვთ გადადგმული
გამარჯვების მისაღწევად. იმ ყველაფრის ხელში ასაღებად, რაც თქვენი მიზანია. ან კიდევ ზოგიერთთან შეიძლება დაფიქსირდეს ასე, რომ ვიღაც დაგეხმარებათ, მაგრამ ეს უფრო მეტ შემთხვევაში თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ჭრით არსებულ პრობლემას. თუ რამე კამათი იყო, დავა იყო, აი ამ სფეროში გადაჭრით სიტუაციას და თქვენ იქნებით გამარჯვებული ამ საქმის, გამარჯვებული თქვენ დაიკავებთ ამ საქმესთან მიმართებაში რაღაც საბუთებს ხელში. თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდა, შესაძლებელია ეს საქმიანობა, ეს საქმიანი სფერო ეხებოდეს საბუთებს და თქვენ იქნებით გამარჯვებული. აიღებთ საბუთებს. თუ რამე სადაუო, აი ამ შემთხვევაშიც იქნებით გამარჯვებული და მიაღწევთ თქვენსას. ერთი სიტუაცია, რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა ფიგურირებდეს, ეხება საბუთებს. თუ თქვენი მდგომარეობა ეხება რამე საბუთებს და ფიქრობთ ხართ ფიქრის ეტაპზე და არ იცით გაიმარჯვებთ თუ არა, მიაღწევთ თუ არა გამარჯვებას, მინდა გითხრათ, რომ კი, თქვენ ხართ ამ საქმის გამარჯვებული. კიდევ ბოდიში მინდა მომიხადოთ იმისთვის, რომ კარგად ვეღარ ვსაუბრობ დიდი ხნის ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ, მაგრამ ვისაც აინტერესებს, ისე ცუდათაც არ ვლაპარაკობ, რომ აზრი ვერ გამოიტანოს. აი კიდევ რა. კი, თქვენ ხართ ეხლა ამ სიტუაციის აწონ-დაწონის სფეროში, წონით სიტუაციას, გავთ ნაბიჯებს და მინდა გითხრათ, რომ ის რაზედაც ფიქრობთ, ის რაზედაც ახლა ნაბიჯის გადადგმას აპირებთ, ის რა მდგომარეობასაც წონით, რათა სწორი ნაბიჯი იყოს გადადგმული, მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი, ეს მოგიტანთ გამარჯვებას, თქვენ შიშობთ გეშინიათ. ზოგს შესაძლებელია ყველას არა, მაგრამ ძალიან ბევრთან რეზონირდება, რომ არის შიშის პროცესი, ეშინია ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მე გეტყვით, რომ არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმა, რადგან გამარჯვება თქვენია. შესაძლებელია ზოგიერთის გზაზე რაღაც შეფერხება იყოს ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ გააგრძელეთ გზა, მეგობრებო, გააგრძელეთ გზა, რადგან ეს გზა თქვენია და თქვენ ეს გზა მიგიყვანთ გამარჯვებამდე. აქ ზოგიერთთან იქნება მოლაპარაკება, ყველასთან არა, ზოგიერთთან იქნება დაფიქსირდება მოლაპარაკება ამალ თუ იმ საქმესთან დაკავშირებით და რომელიც საქმეც არ უნდა იყოს, რა სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს ფინანსებს თუ არა ფინანსებს, მინდა კიდევ გითხრათ, რომ თქვენ ხართ გამარჯვებული. ბევრი უკვე გრძნობს, რომ არის გამარჯვებული. ბევრი კიდევ წონის სიტუაციას თუ როგორ გადადგას ნაბიჯი, მაგრამ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებთ, მინდა გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება სწორი თქვენ ცხოვრებაში. ბევრი კიდევ ფიქრობს, რომ უკვე თითქმის ფინიშის ეტაპზეა და გულნაწყვეტია. თავს დაზარალებულად თulis, მაგრამ არა, მეგობრებო, არ ხართ დაზარალებული, თქვენ უბრალოდ ვერ ხედავთ ის, რა შანსიც კიდევ გაქვს. უკან მიხედვა არ გინდათ, რაღაც ერთ სიტუაციას აწვევით, ერთი ხედვით იხედებით. თუ თქვენ გაიხედებით უკან, ან მარჯვნივ, მარცხნივ, თქვენ შეგიძლიათ და დაძაბავთ გონებას, თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ გზა, რომელიც გაგრძნობინებს, რომ ყველაფერი არ არის დასრულებული და რაღაც თქვენს წისქვილზე ასხავს წყალს და სწორედ ეს რაღაც მოგიტანთ გამარჯვებას მეორე ეტაპზე გადასასვლელად. თუ რაღაც კამათი დაფიქსირდეს, და ხართ თავდაცვის სიტუაციაში, არ შეგაშინოთ კამათმა, მეგობრებო, რადგან ეს კამათიც კი თქვენს გამარჯვებას მოიტანს. მინდა თქვა ისიც ჩემი აზრით, ეს კარტებს არ ვთქვი, ჩემი აზრით დავამატო ისიც, რომ თუ კამათი არ დაფიქსირდა, მაშინ ყველაფერი კარგად ყოფილა. როდესაც კამათს ეხება რაღაც და არასწორობას, სწორედ მაშინ გვჭირდება ნაბიჯების გადადგმა, სწორი ნაბიჯების გადადგმა და თქვენ შემთხვევაში კი თქვენი გადადგმული ნაბიჯები მოიტანს გამარჯვებას. მიაღწევთ გზავნით თქვენთან. მაგრამ არ გადაწყდეთ არასწორი ნაბიჯები და რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ ეს საქმე ფინანსები თუ არა ფინანსები
ეხებოდა საბუთებს. ეს გაშლა იყო მათთვის და დაფიქსირდა მათთვის, ვისი საქმიანობაც ეხება საბუთებს. ახლა გადავალ მეორე ვარიანტზე. და ნახოთ მეორე ვარიანტის ენერგიები. რა ენერგიებში რა პროცესია ახლა. აქ სიყვარული მეგობრებო, აქ სასიყვარულო თემაა. გამოცემის ენერგიებია. ორი ადამიანი ერთმანეთს აკმაყოფილებს. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი რიგზია და თუ არ არის, ძალიან მალე იქნება რიგზე. მაგრამ თუცა ენერგიებს ვკითხულობ და ასეთი არკანი ამოვიდა, ეს არკანი ადასტურებს იმას, რომ ადამიანი შეყვარებულია, ადამიანი თავს ძალიან კარგად გრძნობს და კმაყოფილია თავისი ბედი ღრბლით. და ნახოთ მაინც. აქ ცოტა სტრესი ამოვიდა ზომიერებასთან ერთად. შესაძლებელია გინდოდეთ რაღაცის დასტაბილურება. შესაძლებელია ვიღაც ფეხმძიმეთ არის და ეს ამას მოქონდეს სტრესი. არ ღვევდეს რაღაც კომფორტს. არ ვიცი ახლა ფეხმძიმებო სტრესი როგორ უნდა მოიტანოს და დააფიქსიროს. მაგრამ აქ ფიქსირდება სტრესი ფეხმძიმებასთან დაკავშირებით ზოგიერთთან და ზოგიერთთან დაკავშირებული იქნება ეს სტრესი ფინანსებთან. შესაძლებელია ორ ადამიანს ძალიან უყვარს ერთმანეთი და ფინანსები იყოს პრობლემა. რაღაც ფინანსების პრობლემას მოქონდეს რაღაც გაურკვევლობა ორ ადამიანს შორის და ამ სტაბილურობას უწყობდეს ხელს. ანუ ორ ადამიანს, რომელსაც ერთმანეთი ძალიან უყვარს, გრძნობს ერთი მეორის გვერდით გრძნობენ თავს კარგად, შესაძლებელია იყოს რაღაც პატარა ფინანსების პრობლემა. და ზოგიერთთან ორი ადამიანის სიყვარულის შემთხვევაში შეიძლება იყოს ფეხმძიმება პრობლემა იმ შემთხვევაში, რომ ორ ადამიანი ერთმანეთთან ჯერ კიდევ არ არის შეკრული და შესაძლებელია ეს ფეხმძიმება გახდეს ერთად ყოფნის მიზეზი. ერთად ყოფნის მიზეზი არა, ერთად არის უკვე ორი ადამიანი დამაჩქარებელი და ერთი ოჯახის შეკრა, ორი ადამიანის ურთიერთობა, რომელიც ჯერ კიდევ ოჯახად არ არის მიიჩნეული, მაგრამ შესაძლებელია ეს ფეხმძიმება გახდეს მიზეზი ორი ადამიანის კიდევ უფრო მეტად შეკრის და ოჯახის შექმნის. აი ეს იყო რისი თქმა მინდოდა. კი, აქ კიდევ ამოვიდა კარტი, რომელიც ადასტურებს მემკვიდრეობას, საკუთრებას, უფრო სწორად ამ შემთხვევაში. აქ არის იმპერატორი ადამიანი, რომელიც მოაგვარებს ამ არსებულ პრობლემას, თუ მათ შორის რამე პრობლემაა და შეიქმნება ძალიან კარგი, ტკბილი, ბედნიერი ოჯახი. თუ ფინანსებია პრობლემა ორი ადამიანის ერთად ყოფნის, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე შემოვა თქვენ ცხოვრებაში ფინანსები და რაც გახდება ამ ორი ადამიანის ერთად შეკრის მიზეზი და ოჯახის შექმნის მიზეზი, ანუ პრობლემა მოგვარებადია ფინანსები და მეორე თუ იმესთან ფეხმძიმება არის ახლა პრობლემა, იმიტომ რომ ეს ამ ორ ადამიანს ჯერ კიდევ ოჯახი არ აქვს შექმნილი, მინდა გითხრათ, რომ მამაკაცი ყველაფერს მოაგვარებს და შექმნის ბედნიერ ოჯახს. კი, ეს ადამიანი სწორედ ამაზე ფიქრობს ახლა, სტრესშია და ეს სტრესი ძალიან მალე გადავარდება ამ ორ ადამიანს შორის. მიდის სტრესი, მეგობრებო, მიდის სტრესი, თუ ფინანსები იყო პრობლემა ორ ადამიანს შორის, მიდის სტრესი და ფეხმძიმება აღმოჩნდა პრობლემა, რადგან ჯერ კიდევ ოჯახი არ ქვია ამ ორ ურთიერთობას. მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაშიც მიდის სტრესი და ძალიან მალე იზეიმებთ გამარჯვებას არსებულ პრობლემასთან. ეხლა მითაგემშვიდობებით მეორე ვარიანტს და გადავალ მესამე ვარიანტზე და ჯერ წავიკითხავ ენერგიებს მესამე ვარიანტისას. როგორი ადამიანი ხართ თქვენი ენერგიები როგორია ახლა? ენერგიებს წავიკითხავ. ჩემი ბუხარი ჩაქვრა.
სანამ ბუხარი ჩანიფრებოდეს შევეცდები დავამთავრო. რაღაც გაჩერებული სიტუაცია, მეგობრებო, რაღაც გაჩერებული საქმე, დავაკონკრეტებ სხვა არკნებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა ენერგიებს როდესაც ვკითხულობ, რაღაც გაჩერებული სიტუაცია, რომელიც გიქმნის პრობლემებს და ვნახოთ ახლა რა გაჩერდა თქვენ ცხოვრებაში. სიყვარული, მეგობრებო, სიყვარული ან ფინანსები, თუ სიყვარული გაჩერდა, მინდა გითხრათ, რომ ფინანსებმა შეაჩერა ეს სიყვარული. და მინდა გითხრათ, რომ თუ ფინანსები იყო პრობლემა სასიყვარულო სფეროში, ადამიანი მოდის ახალი შემოთავაზებით, გადმული აქვს უკვე ნაბიჯი, რადგან უკვე მან მიიღო ეს ფინანსები, რაც აბრკოლებდა. ახალი შემოთავაზება, სადაც სასიყვარულო სფერო იყო შეჩერებული. და თუ ვინმეს ან ფინანსები და სამსახურეობრივი იყო სფეროები, მაგ თემასაც განვიხილავ, მინდა გითხრათ, რომ მალე გახდებით ფინანსების მეფე, ანუ მალე დაიკავებთ ფინანსებს ხელში. მაგრამ უფრო მეტად აქ უფრო მეტი პროცენტობა მიძახის, რომ სასიყვარულო სფერო გაჩერდა ფინანსების გამო, რაც ძალიან მალე აღიძვრება, ადამიანი გადმოდგავს ნაბიჯს და იქნება შემოთავაზება უკვე ხელთავიდან გაახლებული. კი, აქ სასიყვარულო სფერო იყო შეჩერებული ფინანსების გამო და შესაძლებელია ერთი ადამიანი გულნაწყვეტი და გაბრაზებული, გაბუსუნებული, ასე რომ თქვა, ჩვენებურად დარჩა სიტუაციაში, მაგრამ ადამიანს უკვე მოგვარებული აქვს ყველანაირი არსებული პრობლემა თქვენთან ახალი შემოთავაზებით და ახალი შემოთავაზება გაიზრდება კიდევ უფრო მეტად. თუ ადამიანი თქვენთან შემოვა პატარა შემოთავაზებით, მინდა გითხრათ, რომ არ თქვა თუ არის, რადგან ადამიანი თავის შემოთავაზებებს კიდევ გაზრდის, ანუ მინდა უბრალოდ მაგალითი მოგიყვანოთ, თუ ადამიანი დღეს მოვიდა პლეთკა შოკოლადით, ხვალ შესაძლებელია მოვიდეს უფრო დიდი საჩუქრით თქვენთან. გთხოვოთ პატიება, შემოგთავაზოთ ურთიერთობა ხელთავიდან. ადამიანი შეიძლება ჩავარდეს თავდაცვის პროცესში, გაუბრაზდეთ, შეიძლება იყოს პრეტენზიები თუ სად იყო ადამიანი ამდენხან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ადამიანი იყო ფულის საშოვნელად, რადგან ადამიანისთვის ფინანსები იყო პრობლემა, ადამიანმა იშოვა ფინანსები და ადამიანი მოდის თქვენთან. და ნუ ჩააყენებთ ამ ადამიანს თავდაცვის ნუ გახდით იძულებულს თავი დაისვას თქვენთან მიმართებაში, რადგან ადამიანი არ იყო უმიზეზოდ გასული სიტუაციიდან. შეიძლება ადამიანს სამჯავრო ჰქონდეს თავში და გაუბრაზდეთ ისე, რომ თითქოს მაღალმა ძალებმა ასეინება და თავბედი აწევლინოთ ადამიანს, მაგრამ გთხოვთ, რომ ნუ გაუბრაზდებით, რადგან ადამიანის დანაშაული ნამდვილად არაფერია, ადამიანს ჰქონდა ფინანსების პრობლემა, როგორც აღნიშნე, ადამიანმა უკვე მიაღწია თავის სასურველ ფინანსებს და ადამიანი მოდის თქვენთან, ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს იმაზე, თუ როგორ გადმოდგას თქვენამდე ნაბიჯი, და თქვენ არ გაბრაზდეთ, რა შეიმუშაოს, რა გეგმა შეიმუშაოს, რომ გამოვიდეს, გადმოდგას ის ნაბიჯი, რომ თქვენ არ გაბრაზდეთ და არ გაუხდეს საკუთარი თავის დაცვის პრობლემები. და ადამიანი არის ძალიან ძლიერი, უკვე ძლიერ ენერგიებში, ის გადმოდგავს სწორად ნაბიჯს, მაგრამ ეს უკვე თქვენზე დამოკიდებული, თქვენ რას ისამთ. მაგრამ თუ არ გაუბრაზდებით და თუ მიიღებთ ამ ადამიანს, ეს ურთიერთობა განხორციელდება ძალიან სწრაფად. აქ არის ძალიან სისწრაფის მიმანიშნებელი არკანი, რომელიც აღნიშნავს, რომ ურთიერთობა გადავა მეორე საფეხურზე ძალიან სწრაფად.
რადგან ადამიანი არის უკვე მზადყოფნაში, სრულყოფნაში და ურთიერთობა გადაყავს მეორე საფეხურზე. თუ ადამიანი თქვენიდან წავიდა მოულოდნელად, არაფლის თქმის გარეშე და კითხვებზე ქონდათ პასუხი სად და რატო, მე გეტყვით, რომ ადამიანი იყო ფინანსების გამო, შეიძლება ადამიანმა იუხერხულა და არც კი გითხრათ, რომ მისი პრობლემა ფინანსები იყო, ფინანსები ადამიანი დაბრუნდება თქვენთან და გადაიყვანს ურთიერთობას მეორე საფეხურზე და კიდევ ერთხელ შეგახსენებ, თუ ადამიანი შემოვიდა პატარა ურთიერთობით, პატარა საჩუქრით ურთიერთობაში, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ამ პატარა სურპრიზისთვის, ამ პატარა საჩუქრისთვის, ამ პატარა პლეტკა შოკოლადისთვის იყო წასული. არა, ურთიერთობა ვითარდება, ადამიანი არის სრულყოფნაში და ნუკრავთ ხელს, რადგან ადამიანი აახლებს ურთიერთობას და ძალიან სწრაფი ენერგიებით. მე კი ახლა ამით დაგემშვიდობებით ყველას და მომავალ შეხვედრამდე. თუ უფრო სწორ და კონკრეტული გაშლები გაინტერესებთ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ პირადში. გაშლები არის, რა თქმა უნდა, ფასიანი. ერთი კონკრეტული კითხვა 10 ლარი, ორი კითხვა 20 ლარი, სამი კითხვა 30 ლარი და ასევე თუ ზოგადი მიმოხილვა სურს, მთლიანი მიმოხილვა კითხვების გარეშე, ესეც არის 30 ლარი. ასე რომ დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე. ბედნიერ დღეს გისურვებთ.